კომპანია დიოს წარმომადგენელი მოვიდა კარფანჯრის ზომების ასაღებად. დღეს ვიღებთ ზომებს. დაველაპარაკებით მშენებლობებთან, ნოლეებს, დონეებს შორის სხვაობებს, პატარა ცნობილებები რაღაცები იქნება. მოჭიმული იატაკის დონეს, ზევით ჭერის დონეს გავარკვევთ. კიდევ ერთხელ გავვლით კონფიგურაციების შესახებ სახლის მეპატრონესთან და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ დამზადებას. საერთოდ უკეთესია რომ უკვე იყოს დასმული. იმიტომ რომ ჭუჭყიანი სამუშაო რო არ დაზიანდეს, მაგრამ მეორე შემთხვევაში თოვშოთ რომ დავაყენოთ და მე მოვაპირ გააკეთოთ და მოჭიმული იატაკი, ამ შემთხვევაში პრობლემა არა თუ შეფთავთ ამ პანჯებს. უბრალოდ იმისკიდან გამომდინარე რომ არ დაზიანდეს. მაგრამ თუ უკვე თუ არ აყენია ის რა ქვია ჩარჩო მოჭიმული იატაკი დავაყენე რა თქმა უნდა იდეალურად სწორი არ არის ეს ხო არასოდეს თვითონ ღიობი კი და რეალში ამას შეიძლება გამოიწვიოს ის რომ სადღაც დარჩეს იატაკზე ისა ღრიჭო მაგას რას უშვებით ამიტომაც ზუსტად ვინც ასხავს მოჭიმული იატაკს ის იღებს ნიშნულს და მაგის ნიშნულის გამომდინარე ეს ნიშნული იატაკზე კი და ზემოთაც იგივე რაღაცა ხდება როგორც ქვევით ძირითადად პრობლემა არაა ამ შემთხვევაში თუ ეგეთი რაღაცა ანუ უკეთესია რომ მოჭიმული იატაკი იყოს იქიდან გამომდინარე უბრალოდ ჭუჭყიანი სამუშაოა სხვა არანაირი პრობლემა არა ანუ დავაყენებთ თქვენ დაასხავთ ხო იგივე ზომაზე ასხავთ ვიდრე პირიქით რო გავაკეთოთ იგივე რაღაცა იქნება აჰა გასაგები ანუ რო არ გაჭუჭყიანდეს თემა გვერდ ძირითადად მარტო ეს მომენტია კაი ბატონო მადლობა კეთილი